მოგესალმებით ყველას, მე ვარ თამუნა, ეს კი ჩემი YouTube არხია მესხი ვლოგი. სადაც ვცდილობ ყოველ ვიდეოში გაგიზიაროთ პროექტები, რაზეც ვმუშაობ, ახალი ძაფები, ახალი შენაძენები, რაც ამ საქმიანობას უკავშირდება და თუ თქვენთვის ეს საინტერესოა, იმედი მაქვს გამოიწერთ ჩემს არხს და გამომყვებით ამ საინტერესო გზაზე. ეს არის მორიგი ვიდეო ვლოგი, რომელიც მინდა რომ გაგიზიაროთ. ახლა ამ ვიდეოს ვწერ მას მერე რაც დიდი ნაწილი ვიდეოს უკვე არის დამონტაჟებული და შემიძლია გითხრათ რა დაგხვდებათ ამ ვიდეო ვლოგში. ესენია მოგზაურობ ულამაზეს კახეთში, ჩემი მოსწავლეების ნამუშევრები, ძალიან ბევრი შენაძენი, დასრულებული პროექტი, ასე რომ ყველაფერს გაგიზიარებთ, არ გადართოთ, დარჩით ჩემთან. სანამ ვიდეოს ყურებას დავიწყებდეთ, მინდა გაგიზიაროთ ჩემი ორდღიანი მოგზაურობის ისტორია კახეთში. გოგოებთან ერთად მანქანით წავედით ორდღიან ტურში, სადაც ულამაზესი ადგილები დავათვალიერეთ კახეთის. კონკრეტულად ვიყავით თელავთან და თელავში. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვი რომ მთლიანი კახეთის რეგიონი დავათვალიერეთ, უდიდესია და ულამაზესია, რაც ორ დღეში ნამდვილად შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ის მცირე ნაწილი ვნახეთ, რისის შესაძლებლობაც გვქონდა. ეს იყო უჯარმას ციხესიმაგრე, რომელიც შოკის მომგვრელად ლამაზი და საოცარია და ხედები, რომლებიც ამ ციხესიმაგრიდან იშლება, არის ზღაპრული. ყველა სეზონზე წარმომიდგენია რა საოცრება იქნება. შემდეგი ვნახეთ შუამთა, ძველი შუამთა ვნახეთ. ესეც არაჩვეულებრივი ადგილია, ზღაპრული, სიმშვიდე, სიმწვანე და საოცარი გარემო, შინაგანად რომ გამშვიდებს და სათნოებით გავსებს, ისეთი შეგრძნება დამიტოვა. შემდეგ დავბანაკდით ზუზუმბოს სასტუმროში. სხვათა შორის ძალიან ესეთი კარგი გამოცდილება გვქონდა ამ სასტუმროში ყოფნის. არაჩვეულებრივი ადგილია, ძალიან კომფორტული, სასიამოვნო გარემო, გემრიელი საუზმე, ძალიან კარგი ნომერი, აუზი, საფულშიც რომ კარგი იქნება, მაგრამ ჩვენ რადგან ზამთარში ვიყავით, ზამთარში ძალიან კომფორტული იყო, დახურული აუზი აქვთ, საუნა, სავარჯიშო დარბაზი, მოკლედ ძალიან კარგი ადგილია, სადაც შეიძლება რომ მეგობრებთან ერთად, ან საყვარელ ადამიანთან ერთად, ან ოჯახთან ერთად, ან პატარა ბავშვით შეიძლება რომ წახვიდეთ და არაჩვეულებრივი დრო გაატაროთ. ასევე აქვთ კოტეჯები, სადაც შეგიძლიათ რომ დაბინავდეთ, ირგვლივ აქვთ საკმაოდ დიდი ტყე, სადაც შეგიძლიათ რომ ისეირნოთ როგორც ფეხით, ასევე ველოსიპედებით. ბავშვებისთვის აქვთ მოედანი, ეზო, საკმაოდ ყველაფერი საკმაოდ იყო ამ ორ დღეში და მთელი ეს ემოციები მინდა რომ გაგიზიაროთ. ჩემთვის ეს იყო პირველი მსგავსი გამოცდილება, სადმე ქალაქიდან გასulis, მსგავსი ტიპის გასulis და საკმაოდ აღფრთოვანებული ვარ ამ ფაქტით. მეორე დღეს დავათვალიერეთ ერეკლე მეფის სასახლე, მუზეუმი. მუზეუმში დამხვდა ნაქსოვი ნივთები, რომელიც გადავიღე და ასევე ჩავრთე ვიდეო და შეგიძლიათ რომ ნახოთ. შემდგომ წავედით ალავერდის სანახავად. გარედან ვერ ვნახეთ, იქიდან გამომდინარე რომ სარესტავრაციო სამუშაოები ტარდება და შეფუთულია, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, რომ შიგნიდან შევსულიყავით და ეს სილამაზე, ეს ჯადოსნური ადგილი, ეს სულიერების კერა გვენახა და აღფრთოვანებულიყავით ამ სიმშვიდით, რასაც იქაურობა განიჭებს. გამოსვლისას აღმოვაჩინეთ, რომ პატარა ჯიხურია იქვე, სადაც იყიდება ხელნაკეთი ნივთები, სამკაულები და ნაქსოვი ნივთები, მათ შორის სათამაშოები და რა თქმა უნდა, გვერდი ისე ვერ გავუარე, რომ არ გადამეღო. აქედან გამომდინარე, ამასაც გიზიარებთ
არაჩვეულებრივი ნამუშევრებია და დიდი იმედი მაქვს, რომ იქ მისულ სტუმრებს გაახარებს და გააბედნიერებს და ბევრი გაიყიდებათ, იმიტომ რომ როგორც გითხრეს, ეს არის იქაური თანამშრომლების შექმნილი ყველაფერი და მერე მონასტერს ხმარდება ის ფული, რასაც გამოიმუშავებენ. ეს იყო 2 დღეში რისი ჩატევაც მოვასწარით, 5 ლოკაცია, მეხუთე იყო 9 წლოვანი ხე. ეხლა მივარდა მაინც სიტყვა თავიდან, ჭადარი, მე მგონი. რომ მივდიოდით, არწმუნებული ვიყავი, რომ უნდა ვნახოთ გიგანტური ზომის მუხა. მაგრამ არა, მუხა არ იყო. და ძალიან ისეთია დიდია და რომ წარმოიდგენ, რომ 900 წელი რამდენი ისტორიული მოვლენის შემსწრე იქნებოდა ეს საერთოდ ისეთ შეგრძნებას მძენს საოცრება ნამდვილად. ამ ყველაფრის მერე დავუბრუნდით ისევ ყოველდღიურობას, დავუბრუნდით სამსახურებს, ოჯახებს, დავუბრუნდით ყოველდღიურ პრობლემებს და საფიქრალს. დავუბრუნდით თბილისში, როგორც მიხვდით. მთელი ეს პერიოდი მინდოდა წამეღო საქსოვი, მაგრამ გადავწყვიტე, რომ 2 დღე თუ არ მოვგზავდი და 2 დღე მთლიანად ვიქნებოდი მომენტში, ვიქნებოდი იმ ხალხთან ერთად, ვისთან ერთადაც წავედი და მთელ ჩემს ყურადღებას დავუთმობდი იმ 2 დღეს, მე მგონი არაფერი არ დაშავდებოდა, შესაბამისად არ წავიღე არც ერთი საქსოვი პროექტი და ვისიამოვნე შევირგე 2 დღე. რადგან დაბრუნების მერე არც ერთი წამი მქონია ქსოვის გარეშე და ესეც საკმარისია. თითქმის 2 კვირა გავიდა წინა ვიდეოს გამოქვეყნებიდან და მყავდა საკმაოდ ბევრი მოსწავლე. ყოველ დღე ვატარებ 3 გაკვეთილს. როცა ვმუშაობ და სამსახურში მე ვარ 3 დღე კვირაში, მაგრამ იმდენად ბევრია მსურველი სწავლის, რომ წინა კვირა ყოველ დღე გაკვეთილები მქონდა. დღეს არის უკვე შაბათი, 14 დეკემბერი და პირველი დღე, როდესაც ვარ სახლში დილიდან, შეიძლება ითქვას, თუ არ ჩავთვლით, რომ ამანათების გასაგზავნად უკვე ვიყავი წასული. დილიდან ვარ სახლში და შემიძლია რომ ჩავწერო ეს პატარა ეპიზოდი და რაღაცა ფორმა მივცე ამ ვიდეოს რომ გამოვაქვეყნო. საკმაოდ დატვირთული კვირა აღმოჩნდა, როგორც უკვე ვთქვი და ჯერ დეკემბერი კიდევ წინ არის, მაგრამ რა თქმა უნდა, არ წუწუნებ, ეს ძალიან მომწონს, მიხარია, რომ ქსოვის შესწავლის მსურველები არიან ბევრნი, მიხარია, რომ ის, რაც მე მიყვარს, სხვასაც აინტერესებს და მიხარია, რომ ყველაფერთან ერთად ჩემი მოსწავლეები მაძლევენ შესაძლებლობას მათი ნამუშევრები და მათი განვითარება გადავიღო და გაგიზიაროთ. როგორც შემდეგ ეპიზოდებში ჩავრთე აბსოლუტურად ყველა ჩემი მოსწავლის განვითარება, რაც ესეთი ვიზუალური დრო შევხედავთ, ხვდებით, რომ უკვე დიდი ნამუშევარია შესრულებული, ყველა მომწაუკლება რომ გადამეღო, გამეზიარებინა და ეხლა შეგვიძლია რომ ეს ყველაფერი ვნახოთ. დღევანდელი გაკვეთილის შედეგი ესეთი ლამაზი საყელო. და ნემსით დახურული თვლები. თავრა 92 თვალი მქონდა, ხოლმე რომ შეშტერი კიდევ უკლებას ხო ეს. სწავლობთ როგორ გავკეროთ თვლები, როდესაც ერთი მხარე გვაქვს ღია, მეორე კი უკვე დახურული. და ერთ წამით ის ბეჭი მაჩვენე წინა.
აი აქეთ რაც უკვე გავაკეთეთ. საერთოდ არ ეტყობა რომ ნაკერი გავაკეთეთ. ამ დროს არის უკვე. ეხლა მეორე მხარეს ვკერავთ. ეს ჩვენი საყელო. ისეთი ლამაზი. ორფენიანი საყელოს გაკეთების მასტერკლასი. საბოლოო შედეგსაც გადავიღებ და შემდეგ ჭრილში დავდებ. მეორე გაკვეთილია უკვე ჩვენი და წინა გაკვეთილზე ვისწავლეთ როგორ კეთდება მოკლე რიგები და სავარჯიშოდ გამოვიყენეთ ესეთი მოდელის თავშალი. ანალოგიურად მოგხსოვეთ კიდევ ერთი რომ გაგვემყარებინა მთელი ჩვენი ცოდნა. როგორც ვარიანტი. ზაფი გამოიყურება აი ესე. ისევ გიბრუნდებით მე. მას შემდეგ რაც ვნახეთ როგორ გამოიყურება ჩემი მოსწავლეების ნამუშევრები. მინდა რომ გაგიზიაროთ ამ 2 კვირის განმავლობაში ჩემი შენაძენები, რა ძაფები შევიძინე. საკმაოდ ბევრია, ჩემდა გასაოცრად, იქიდან გამომდინარე რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ ვამბობდი რომ არა, მე ძაფებს აღარ შევიძენ, იმიტომ რომ ისედაც ბევრი მაქვს მოსაქსოვი. უნდა გაჩვენოთ რამდენი მაქვს ახლა. აი აქ მიდევს ყველაფერი სათითაოდ გაჩვენებთ. ასე რომ გავაგრძელოთ დათვალიერება. პირველ რიგში გაჩვენებთ გორგალის ძაფებს. ახლა ცოტა გადანათებული ვარ და ფერიც მოძრაობს, მაგრამ ეს სპეციალურად ხდება. მინდა გაჩვენოთ ძაფები ახლო კადრითაც და ფოკუსი რომ მარტივად გადაერთოს ახლო კადრზე, ამიტომ არ დავაფიქსირე ჩემს სახეზე. პირველ რიგში გაჩვენებთ ძაფებს, რომლებიც მანამდეც მქონდა და ვიყიდე, დავიმატე, რომ უკვე შეძლო იმ პროექტების მოქსოვა, რისი მოქსოვას სურდა და არ მქონდა საკმარისი რაოდენობის ძაფები. სანამ ძაფებს გაჩვენებთ, მანამდე რატომ გადავწყვიტე ამ ძაფების ყიდვა საერთოდ? სამსახურში გვაჩუქეს 250 ლარიანი ვაუჩერები, რაც მე მგონი ერთ-ერთ წინა ვიდეოში ვთქვი და როგორც იქნა, მოვიფიქრე, რა ძაფებით მინდა რომ გავანაღდო ეს ვაუჩერი და ახლა გაგიზიარებთ რა შევარჩიე. პირველ რიგში ეს არის აი ესეთი ლანა კროსა ტერა, რომელიც ამოღებულია წარმოებიდან, ეს არის მომწვანო მონაცრისფრო ძაფი. აი აქ გადმოიცემა ფერი იდეალურად. ესეთი როგორც ერთ-ერთ წინა ვიდეოში ვთქვი, მაქვს 3 ცალი. დავიმატე მე-4, მეტი აღარ გვაქვს ესეთი ძაფის საერთოდ და წესით 4 ცალი უნდა მეყოს საზაფხულო ბრეტელებიანი კაბის მოსაქსოვად, რომელიც იქნება მაქსიმალურად გამჭირვალე ზაფხულში პლაჟზე, საცურაო კოსტუმზე რომ ჩავიცვა. ესეც ერთი. მეორე მდოგვისფერი ძაფით შევასრულე მდოგვისფერი კარდიგანი, რომლის ფოტოსაც აი აქ ჩავსვავ. თვითონ ძაფი მაქვს აი აქ და ამ ძაფს დამატებით სჭირდება აი ასეთი ბზინვარე ბრჭყვიალა ძაფი, რომელიც არის დეკორატიული და საკმარისი არ მქონდა, ასე რომ ერთი ცალი აი ეს ძაფი დავიმატე. ერთი ცალიდან რა თქმა უნდა დამრჩება, მაგრამ აუცილებლად მოვიფიქრებ სად გამოვიყენო. ესაც მეორე და მესამე, რომელიც მსგავსი დანიშნულებით დავიმატე, ეს არის Daisy spray, ესეთი ცისფერი, რომელითაც ვქსოვ საქსო მანქანაზე დედისთვის მაისურს. წინა ვიდეოში, თუ წინის წინაში, ვთქვი რომ საქსოვი მანქანიდან მოვხსენი უკვე და დავიწყე საყელოს ქსოვა. წინა ვიდეოში ვთქვი. კლავებზე ძაფი არ მეყოფოდა, შესაბამისად ერთი ცალი დავიმატე. ახლა გადავიდეთ იმ ძაფებზე, რომელიც არაფერთან არ არის მიბმული,
არც ერთ პროექტთან, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც არიან ჩემს ასორტიმენტში. ესენი ჩვენ მაღაზიაში დონაციის სახით მოხვდნენ და გადავწყვიტე, რომ მე მოვიფიქრებ რა მოვგსოვო შესაბამისად წამოვიღე სახლში. პირველი რაც მხვდება ხელში, ეს არის Lanoso Hera Extra. აი ესეთი ბეჟი ფერის ვილვეტისებური ძაფი, რომლითაც დარწმუნებული ვარ გამომივა სათამაშოები და მაქვს მსგავსი ძაფი თეთრი, ვარდისფერი და მუქი იასამნისფერი და იმედი მაქვს, რომ ამ ძაფების შეხამებით მოვგსოვ დათუნიას მაგალითად, რომელსაც ჩავაცმევ რაიმე ვარდისფერს ან მუქ იასამნისფერს მაგალითად. ესეც ერთი ცალია. ერთი ცალია ასევე Lanoso Dominant Safari, აი ესეთი ფუმფულა ძაფი. ჯერჯერობით წარმოდგენა არა მაქვს, რა შეიძლება ამით მოიქსოვოს, მაგრამ სულ მცირე სათამაშოების აქსესუარები შემიძლია მოვგსოვო, მაგალითად შარფები, ქუდები, რამე მსგავსი. მეორე შედარებით უფრო ამის მსგავსი, მაგრამ შედარებით უფრო წვრილბუსუსებიანი, ან თხელბუსუსებიანი Lanoso Polar Puffy. აი ესეთი ერთი ცალი თეთრი ფერის. ანალოგიურად ამით შეიძლება მოვგსოვო აქსესუარების სათამაშოებისთვის ან სათამაშოების ქუდებისთვის პომპონები. ადრე ვიყენებდი Alize Softs, მაგრამ რადგან სრულიად უსასყიდლოდ მერგო ამხელა ბურთულა, აქ გვაქვს 100 გრამი, 160 მეტრი, რატომაც არა. შემდეგი არის წინდის ძაფი, ასევე Lanoso-სგან 100 გრამში 400 მეტრი, Lanoso Super Merino. აი ესეთი ფერი თითქმის სწორად გადმოიცემა. ერთი წამით ფოკუს დავაფიქსირებ. აი ესე. ფერი ზუსტად გადმოიცემა, ძალიან კარგად ჩანს. შეიძლება ცოტა მუქია რეალობაში, მაგრამ ფერთა გადასვლა იდეალურად ჩანს. ეს არის ეხლავე ეტიკეტზე სამწუხაროდ არ აწერია შემადგენლობა. შემადგენლობა არ აწერია, მაგრამ ხელში იგრძნობა, რომ ეს არის კლასიკური წინდის ძაფის შემადგენლობა, ან 80-20-ზე, ან 75-25-ზე. ანუ ეტიკეტზე გადაკრული აქვს ფერის კოდი ისე, რომ არ ჩანს ზუსტად შემადგენლობა. ამითაც იქნება არაჩვეულებრივი წინდები. მსგავსი ფერი, მსგავსი მაქვს ერთი ცალი უკვე გერმანული წარმოების, მაგრამ მეორე არ მაწყენს. შემდეგი ეს არის Lanoso Wollen Bestie. აქ გვაქვს 100% შალი, 100 გრამი, 290 მეტრი. აი ესეთი ნატურალური ნაცრისფერი, ესეთი ლამაზი, ელეგანტური. ამ ძაფით უკვე ვიცი რის მოგსოვასაც ვაპირებ. ეს იქნება ორი წყვილი ხელთათმარი, რომელიც აი ესე გადაჭრილია თითების გარეშე. ჩემი მეუღლისთვის და ჩემი მამამთილისთვის. ორივე იყენებს საკმაოდ ისე აქტიურად მსგავს ხელთათმანებს. და ამ სეზონზე არ მომიქსოვია მათთვის მსგავსი არაფერი და სიამოვნებით განვაახლებდი ამ ნივთებს. შემდეგი ეს არის Lanoso Wool Ricci. აქ გვაქვს 100 გრამი, 390 მეტრი და ეს არის 70-30-ზე შალი და აკრილი. ესაც შეიძლება ითქვას, რომ არის კლასიკური წინდის ძაფის შემადგენლობა. მაგრამ წინც ნამდვილად არ მოვგსოვ. დიდი ალბათობით მოვგსოვ რაიმე ქუდს ან ხელთათმანს, რატომაც არა. ჩავალაგებ ახლა ყველაფერს უკან და გადავიდეთ შემდეგზე, იმიტომ რომ ეს სულ ეს არ არის, ანუ ამის გარდა კიდეა ბევრი.
შემდეგი კალათაში არის მთლიანად ვარდისფერი სამყარო. ჩემთვის ნაკლებად დამახასიათებელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხანდახან მეც მაქვს ხოლმე ესეთი ვარდისფერი განწყობა. კონკრეტული ნივთი გვაქვს მაღაზიაში წარმოდგენილი, რომელიც ბოლო პერიოდში ხშირად იპყრობს ჩვენს მზერას და მსურს რაიმე მსგავსის მოქსოვა, რისთვისაც შევარჩიე ის ძაფი, რითაც არის შესრულებული ნივთი. ეს არის ესეთი ბრისტოლი, სადაც გვაქვს 40% ალპაკა, 32% ვისკოზა, 20% პოლიამიდი და 8% შალი. ფერის კოდი არის 23-38. აი, ფოკუსი არ გასწორდება ახლა, მაგრამ ძალიან ლამაზი ფერია. ფერი გადმოიცემა ზუსტად ისე, როგორც რეალობაშია, ახლა მე რასაც ვუყურებ. და ასეთი მაქვს 4 ცალი. მეტრაჟი აქვს 50 გრამზე 150 მეტრი, ანუ 600 მეტრი წესით უნდა იყოს საკმარისი, თუ არა და ერთ ცალს დავიმატებ, მაგრამ ვთვლი რომ უნდა მეყოს ულამაზესი ჯემპრის მოსაქსოვად. მოდით შევთანხმდეთ, რომ როდის მოგსოვთ და ასე შემდეგ კითხვებს არ ვსვამთ, დამინდეთ, ძალიან გთხოვთ. შემდეგი ესეც შედიოდა იმ ძაფებში, რომელიც ანუ 250 ლარიან ვაუჩერში მოხდა. ანუ 3 ცალი დასაწყისში, 4 ცალი ეს და 1 ბაბინა, რომელსაც გაჩვენებთ. ახლა გადავიდეთ დონაციით რა ძაფებიც მერგო. დონაციით მერგო, იმიტომ რომ მსგავსი ძაფი მე უკვე მაქვს. ეს არის Drops Airi და თქვენ თუ იცით ჩემი ინტერნეტ მაღაზიის შესახებ მესხეivuli, იცით რომ მე თვითონ ჩამომაქვს Drops-ის პროდუქცია, შესაბამისად ამ ძაფით უკვე არაერთხელ მომიქსოვია, უზომოდ მომწონს. Drops-ის კიდმოჰერით მაქვს მოქსოვილი ჩემთვის ბადენაქსოვი. Drops-ის მალინისფერ ძაფებს დავათრევ იქით-აქეთ, რომ ვერადავერ დავიწყე ჩემთვის ჯემპრის მოქსოვა და აი აქ მიდევს მთლიანად დროპსი. Drops Merino Extra Fine, Drops Snow და Drops Charisma. ანუ ძალიან მიყვარს ეს ძაფი და ასორტიმენტში აღარ მქონდა Drops Airi. მაქვს შემორჩენილი Drops Vileda, რომელიც დიდი ხნის წინ ამოიღეს წარმოებიდან. ისევ მაქვს ახლა ასორტიმენტში Airi. ეს არის 8 ნომერი და შემადგენლობა აქვს 65% ალპაკა, 28% პოლიამიდი, 7% შალი, 150 გრამში 150 მეტრი. მაქვს 3 ცალი ესე და 1 ცალი ესე. ამ ძაფს შეიძლება ძალიან თავისუფლად შევურიო ნებისმიერი სხვა ფერი. ან ისევ Drops Airi-დან, ან მაგალითად Drops რომ გამოვრიცხოთ Lana Grossa-სგან, მასაც აქვს წარმოება Airi, რომელიც ჩვენთან პეკინზე იყიდება და იქიდან შემიძლია შევურიო ნებისმიერი ფერი და მოგსოვო ან ჯემპრი, ან კარდიგანი, ან არ ვიცი, ჯერჯერობით მეტი არაფერი, ახლა უცებ არ მაფიქრდება. გორგალის ძაფები სულ ეს იყო, გადავიდეთ ბაბინებზე. ბაბინის ძაფები, ერთი არის, რომელიც 50 ლარიან ვაუჩერში ჩავამატე და ეს არის, აი, ფერი საერთოდ არ გადმოიცემა. აი, ეხლა კიდე შეიძლება ვთქვათ, რომ ფერი გადმოიცემა. აი ესეთი მკვეთრი კლასიკური წითელია. აი ესეთი კლასიკური წითელი, ერთი წამით. აი ესე. აქ მაქვს 460 გრამი, ეს არის 100 გრამზე 800 მეტრი, 100% Merino-სი, აი ესეთი დიდი ბაბინა.
რომლითაც ერთ წვერში შემიძლია მოგხსოვო არაერთი ნივთი, ან ორ წვერში მოგხსოვო რამდენიმე, მაგალითად 3. მინდა კლასიკური კარდიგანი საქსო მანქანაზე შესრულებული. აქედან გამომდინარე, დიდად არ ვარ მომხრე ორ წვერში გამოყენების. ვფიქრობ, რომ ერთ წვერში საკმარისი იქნება. ასე რომ არ ვარ მომხრე ორ წვერში გამოყენების, ვთვლი, რომ ჩემი საქსოვი მანქანა მე-5 კლასის თავისუფლად მოგხსოვს ამას ერთ წვერში და მექნება არაჩვეულებრივი თხელი კლასიკური კარდიგანი და დარჩენილი გრამებით მოვიქცევ თხელ ჯემპრს ასევე მანქანაზე. ეს ერთი. ალბათ იცით, ძაფების მაღაზია Yarn Garden-ი, რომლის პოსტსაც წავაწყდი დილით ახალგაზრდებულზე, ნორმალურად ვერც ვეკონტაქტე, მთელ დღეზე გაიჭიმა ჩვენი დიალოგი და პოსტი ჰქონდათ დადებული ერთ-ერთ Facebook გვერდზე, რომ ყიდიან ბაბინის ძაფებს. ბუკლე ბაბინის ძაფს ეგრევე მივწერე, რომ მე მინდა თქო, რომ შევიძინო, სანამ ნორმალური პასუხი დავუბრუნე 100 გრამი უკვე მოაკლდა ამ ბაბინას. ჩემდა სამწუხაროდ ერთი ბაბინა მომეწონა, მეორე არა. მეორე ეს არის, აი წესით უნდა ჩანდეს ჩემი უკმაყოფილების მიზეზი. იმდენად დასვრილია ეს თეთრი ბაბინა, რომ ცოტა გული დამწყდა. ასე რომ არ ვიცი რა გავაკეთო. ანუ ძალიან დამტვერილია აი ეს ზედა ნაწილი. აი აქ საზღვარიც ეტყობა, ანუ ეს რაც ამოახვიეს, მაქედან გამომდინარე ეს არის თეთრი. და ეს ზემოდან რომ მიდოდა ეს მთელი მტვერი ზემოდან ელექებოდა. ნუ თლაც სასიამოვნო არ არის ესეთი ბაბინის მიღება, მაგრამ იმედი მაქვს ქსოვაში გაირეცხება. პლუს ამას არ ვიცი შემადგენლობა რა არის. ნორმალური პასუხი ვერ მივიღე, გარდა იმისა, რომ შალი ურევია, რამდენი პროცენტი ურევია, გაუგებარია. დიდი ალბათობით 50%-ზე მეტი აქ არის სინთეტიკა, ვიზუალურად ეგრე ეტყობა. ყოველი შემთხვევისთვის სულ მცირე აქსესუარები სათამაშოებისთვის უკვე კარგია და თავის ღირებულებას ამოიღებს. მეორე კი ბევრად მეტად მომეწონა. აქაც ეჭვმეპარება რომ იყოს ნატურალური შემადგენლობა, თუმცა ფერი რაღაც საოცრება. აი როგორცაც ახლა ეკრანზე ხედავ, ზუსტად ეგეთია. ძალიან მიყვარს მსგავსი ფერები. და საკმაოდ ისეთი დიდი ბაბინაა, აი ესე. მეტრაჟიც არც თუ ისე პატარა აქვს, შესაბამისად, რამდენიმე წვერში შეიძლება იყოს გამოყენებული და თუ მოვახერხე ჩემთვის რამეს მოვიქცევ, თუ ვერა აქსესუარებს მოგხსოვ საჩუქრად, დარწმუნებული ვარ, ესეთი ფერი ბევრს მოეწონება. აი ესეთი ბაბინები მაქვს კოლექციაში და იმედი მაქვს, რომ მოვიცლი აი ამ საოცრებების საქსოვად. ახლა მინდა გადავიდე უკვე ესე ნელა-ნელა შეკვეთებზე, რაზეც ვმუშაობ და რაზეც უნდა ვიმუშაო. რაზეც უკვე მოვრჩი მუშაობას, ასე რომ ყველაფერი ეტაპობრივად განვიხილოთ.
ამასობაში ჩაი გამიცივდა. შეკვეთა, რომელსაც ახლა ვმუშაობ, იქსოვება აი ესეთი საინტერესო ძაფით, რომელიც დიდად არ გადმოიცემა, მაგრამ ეს არის კახეულია. ეს არის 50 გრამი 220 მეტრი 100%-ით მირინოსის ძაფი, ლანა გროსას წარმოება, Cool Wool Baby Print Unto. ანუ ძალიან დიდი დასახელება აქვს, 353 ფერი. 50 გრამზე 220 მეტრი საკმაოდ წვრილი ძაფია, თუნდაც იმ ძაფთან შედარებით, რომლითაც მე ვგზავ ხელთათმანებს, მაგრამ ამ ძაფით მაქვს ხელთათმანი შეკვეთილი. ნიმუშად მომხმარებელმა დატოვა აი ესეთი ხელთათმანი 3 წლის ბავშვისთვის, ვთვლი რომ 3 წლის ბავშვის ხელისთვის დიდია, მაგრამ დატოვეს ეს ზომა და ვიყენებ, მაგრამ შეკვეთა გაკეთებულია თითებიან ხელთათმანზე. ეს არის პირველი ხელთათმანი, ესე ვთქვათ, სატესტო, რადგან ესეთი პატარა ბავშვის ხელთათმანი არასდროს მომიქსოვია. ცალკე რომ ვუყურებ ამ ხელთათმანს, მგონია რომ არის ძალიან დიდი, თუმცა იმ ნიმუშთან შედარებით, რაც დამიტოვეს, ცოტა პატარა. აი ესე. წესით ყველაფერი უნდა იყოს იდეალურად, ანუ ბავშვს მოერგოს. ეს მაინც ქარხნულია, სქელია, თან ის არის ხელთათმანი, რომელსაც გაერთიანებული აქვს 4 თითი და ესეთი ხელთათმანები ზოგადად განიერია. ჩვენ შემთხვევაში, რადგან ყველა თითი ცალ-ცალკეა, მგონია, რომ პრობლემა არ უნდა იყოს, მაგრამ სანამ მეორეს მოვგზავ, მივწერე დამკვეთს, რომ მოვიზომოთ ხელზე, რომ დარწმუნებული ვიყო, რომ მეორეს რომ მოვგზავ, გადაკეთება არ დამჭირდება. ძაფებიც არც ერთი არ მაქვს დამალული, არ მაქვს მოჭრილი, უბრალოდ ჩავამაგრე, რომ არ დაირღვეს და როგორც კი დარწმუნებული ვიქნები, რომ ყველაფერი არის იდეალურად, გავაგრძელებ მეორეს ქსოვას. იქსოვება საკმაოდ სწრაფად და რთული არ იქნება მერე გაგრძელება, როგორც კი მოიზომებს. ეს არის ერთადერთი შეკვეთა, რომელიც რაღაც დრო არის კონკრეტული შეთანხმებული. მეტი როგორც ასეთი შეკვეთები არ მაქვს, მაგრამ მაქვს ესე რომ ვთქვათ, თხოვნა, რომ მოვგზოვო წინა ვიდეოში რომ კაპიშონიანი ჰუდი გაჩვენეთ, მსგავსი, ოღონდ აი აქ არის ძაფი. ეს არის ლანა გროსა ქაშმირ ვერდე. აი ესეთი ულამაზესი ფერი. აქ გვაქვს 15 ცალი. ეს არის 100% ქაშმირი, 50 გრამი, 90 მეტრი. წესით უნდა იყოს საკმარისი. ველოდები რომ მომწერონ ზომები, რა ზომებიც უნდა გავიმეორო და უკვე მოვგზავ ნიმუშს და დავიწყებ ქსოვას. მანამდე სანამ ეს დეტალები მექნება, ვქსოვ ყველა იმ ნივთს, რაც მომინდება და ბოლო 2 კვირის განმავლობაში პირველად მაქვს მსგავსი მომენტი, რომ ვქსოვო ის, რაც მინდა. წინა ვიდეოში, რაზეც ვისაუბრე, ეს იყო ჯემპრი, რომლის დაწყებაც ვერ მოვასწარი და არადა მოსაქსოვია და გასაგზავნით ვთქვი. ეს ჯემპრი დავასრულე. ბოლოში გაგიზიარებთ როგორი გამოვიდა. ახლა კი ვნახოთ დანარჩენი ეპიზოდები.
არა მოგეწონა? აი ამიტომ აუცილებელი პირველი რეცხვა. ცივწყალშია. იდეაში თეთრი ნივთია, მაგრამ თითქოს ჭუჭყიანი იყო მანამდე. გაუვიდა ქვეყნის ჭუჭყი, მტვერი ფაბრიკიდან, მერე საწყობიდან, მერე მაღაზიიდან, მერე თუნდაც ჩემთან სახლში რაც აიკიდა. და ესეთი ჭუჭყიანი წყალი გაუვიდა. გარდა იმისა, რომ შეიძლება თეთრის გარდა სხვა ფერი მქონოდა გამოყენებული და თქვა ფერი გადასვლოდა, გარეცხილი რო არ იყოს და შემკვეთმა მერე თვითონ გარეცხოს და მერე გადაუვიდეს ფერი. ნუ ხო წარმოგიდგენიათ მათი შოკი. ასე რომ აუცილებელია გარეცხვა. პლუს ძაფი რადიკალურად იცვლება გარეცხვის მერე. ასე რომ არ დაიზაროთ ხოლმე და გარეცხეთ. მას მერე რაც გავრეცხე, ვცდილობ რომ მაქსიმალურად სწორი ფორმა მივცე სანტიმეტრებში ვიზუალურად და ასე შემდეგ და გავაშრო. ამ შემთხვევაში ვაშრობ პირსახოთზე და იატაკზე, ქვეშ გადის გამათბობელის მილი, რაც ამ ადგილს საკმაოდ თბილს ხდის და ღამეში გამიშრება ეს შეკვეთა. მას მერე რაც გაშრება, შავი ფერის ძაფით უნდა გავუკეთო კანტი. ერთი წამით ფოკუსი გავასწოროთ. შავი ფერის კანტი უნდა გავუკეთო როგორც მანჟეტებზე ქვემოთ, ასევე საყელოზე. შავი ძაფი მაქვს შერჩეული ანგორა აბრეშუმზე და ახლა ასეთ უცნაურ ფორმაშია. ესეთი რეკომენდაცია მომცეს. აქ არის წყალი და ძმარი. ამ შავ ფერს გადასდის ფერი და რომ არ გამიფუჭოს ნაქსოვი, ჯერ ვრეცხავ ძაფს. ჩალბობილი მაქვს დაახლოებით 1 საათია, შეიძლება ცოტა მეტიც. ახლა გავრეცხავ, ანუ პასმად მაქვს ამოხვეული ბურთულიდან. ჩალბობილია ესე წყალში. ახლა გავრეცხავ, კარგად რომ ცოტა სუნიც გაუვიდეს. გავაშრობ და მას შემდეგ რაც ძაფით და ჯემპრიც იქნება მზად, მოვუქსოვ ქვემოთ 2 თუ 3 რიგი მაქვს მოსაქსოვი ორივე მანჟეტზე და შემდგომ უკვე საყელოზე. და ეს შეკვეთა იქნება დასრულებული. ახლა ესე გამოიყურება ნაქსოვი. ფოკუს გავასწორებ. და გარეცხვის შემდეგ, გაშრობის შემდეგ გადავიღებ მოკლე ვიდეოს თუ როგორ გამოიყურება უკვე გამშრალი ძაფი. ამ ძაფში დიდი პროცენტული მაჩვენებელი არის ბამბა და შემდგომ ალპაკა. ასე რომ ძალიან ფუმფულა და ისეთი უნდა იყოს. მდგრადად მდგომი ბამბიდან გამომდინარე და ბუსუსებიანი ალპაკიდან გამომდინარე. ნახოთ რა შედეგს მივიღებ. წინა ვიდეოში ვისაუბრე რომ მაქვს შეკვეთა რომლის დაწყებას ვერ მოვასწარი თქო. ამ ვიდეოში კი უკვე გაგიზიარეთ ნაწყვეტებად თეთრი ჯემპრი, რომელიც მოვქსოვე, მერე გავრეცხე, როგორ გავაშრე და ასე შემდეგ. და მინდა გაგიზიაროთ ამ პატარა ჭრილში, როგორი გამოვიდა დასრულებული და რა ნიუანსებთან მქონდა შეხება სანამ ვქსოვდი. პირველ რიგში ის რომ ტექსტურ აღწერილობაში მითითებული იყო რომ მსგავსი ზომის მოსაქსოვად, ეს არის SEM-ი, დამჭირდებოდა 300 გრამი ძაფი. მათ შორის, ანუ ეს 50 გრამი შავი ფერის ძაფი. საბოლოო ჯამში გამომივიდა ისე რომ 4 ცალი ძაფით, ეს არის ლანა გროსა ეირი, სადაც გვაქვს 50 გრამი 170 მეტრი, დამჭირდა 4 ცალი როგორც უკვე ვთქვი და თლიანი ჯემპრი მოიქსოვა აი ამ 200 გრამით. პლუს ამას შავი ფერის ძაფი დამჭირდა ზუსტად 10 გრამი. ზუსტად 10 გრამი. რატო ეწერა 300 გრამი ტექსტურ აღწერილობაში სიმართლე გითხრათ ვერ მივხვდი. მაგრამ დამთავრდა ჯემპრი, გავრეცხე, გავაშრე, არ გავრისკე ანგორას ძაფით კანტების მოქსოვა. შემეშინდა რომ ფერი გადაუვიდოდა და ჩავთვალე რომ არ მიღირდა ეს რისკი. ავიღე მეხუთე ლანა გროსა ეირი, მოვუქსოვე 2 რიგი, საყელოზე 2 რიგი მანჟეტებზე, ორთქლში გავატარე
და გადავიღეთ ფოტოები, რომლებსაც ახლა ჩავსო ფოტოები და ვიდეოები. ულამაზესი ნივთია, ძალიან ისეთი სადა, ელეგანტური, რაღაცა თავისი ხიბლი აქვს. იმედი მაქვს, რომ დამკვეთს მოეწონება. დღეს გავგზავნეთ საბერძნეთში, მაგის გულისთვის ვიყავი გასული სახლიდან, ამ სიწივეში. დაახლოებით 3-4 დღეში იქნება უკვე ადგილზე და მერე გამიზიარებენ რამდენად კმაყოფილი დარჩა ის ადამიანი, ვისთვისაც შეგვიკვეთეს საჩუქრად. სხვა როგორც ასეთი ამ ეტაპზე ჯერჯერობით არაფერი მაქვს რომ გაგიზიაროთ. ყოველ დღე კვირაში 26 საათზე მეტს ვატარებ გაკვეთილებს.იდან გამომდინარე კვირაში 5 დღე ვარ ყოველ ჯერზე სამსახურში, მაგრამ წინა კვირა აქაც კი გამონაკლისი აღმოჩნდა. ყოველ დღე სამსახურში ვიყავი და ყოველ დღე მქონდა 5-5 საათი გაკვეთილები, რამაც საკმაოდ ისე დამღალა და ძალიან დავიღალეთ. სხვა როგორც ასეთი არაფერი მაქვს ამ ეტაპზე რომ გაგიზიაროთ. მოსწავლეების ვიდეოები გაგიზიარეთ, კახეთის მოგზაურობაზე ვიდეოები გაგიზიარეთ, შეკვეთები გაგიზიარეთ, ძაფები გავაზიარეთ. წესით არაფერი არ დამავიწყდა, აქედან გამომდინარე ამ ვიდეოს შაბათ დღეს დავამთავრებ, დავამონტაჟებ და კვირას როგორც კი მექნება შესაძლებლობა გამოვაქვეყნებ. იმედი მაქვს რომ მოგეწონათ, რაც გაგიზიარეთ და დამიკომენტარებთ, გამოიწერთ და გამომყვებით აი ამ საინტერესო და არაჩვეულებრივ გზაზე, რომელიც ამშვიდებს, ანუ ქსოვას უგულისხმობ, ანუ ამშვიდებს რაღაცნაირ საკუთარ თავთან მარტო დარჩენის შესაძლებლობას იძლევა და დიდი იმედი მაქვს, რომ ყოველთვის გექნებათ განწყობა, მოტივაცია და დრო რომ დაუთმოთ საყვარელ საქმიანობას თქვენი ენერგია. გისურვებთ სიმშვიდეს პირველ რიგში, ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, რაც ნამდვილად გვჭირდება, საკმაოდ ისეთი სტრესული პერიოდი გვაქვს და განძლეობას იყავით მედგრად, შემართებით, ყველაფერი კარგად იქნება. ნახვამდის.